მოგესალმებით. ვაგრძელებთ რონდელის ფონდის საერთაშორისო მიმოხილვებს. დღეს ჩვენი მთავარი თემა ევროპული კავშირი, მის წინაშე არსებული გამოწვევები, არსებული ამოცანები და რა თქმა უნდა, ჩვენი პერსპექტივები ევროპულ კავშირთან დაკავშირებით. ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ბუნებრივია ყველაზე მცოდნე და გამოცდილი ამ საკითხში ჩვენი ფონდის უფროსი მკვლევარი ევროპული ცენტრის დირექტორი ბატონი კახა გოგოლაშვილი მას განსაკუთრებული წარდგენა არ ჭირდება, თუმცა მისი დიდი დიპლომატიური გამოცდილება და სწორედაც ევროპულ კავშირთან მიმართებით მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი მსმენელებისთვის. მოგესალმებით. ჩვენთვის ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც ხდება თანამედროვე გლობალურ პროცესებში კონკრეტულად ევროპულ კავშირში. ევროპული კავშირი ცდილობს რომ გამოკვეთოს თავისი როლი, მნიშვნელობა, რაზეც დიდი ხანი იყო საუბარი წლების მანძილზე, მაგრამ ახლა დადგა თუ შეიძლება ასე ითქვას ფაქტის წინაშე. არავისთვის საითუმლო არ არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა განსაკუთრებით უკრაინასთან კონტექსტში და განსაკუთრებით ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რა შანსები აქვს ევროპულ კავშირს, რომ მოიპოვოს ის სტრატეგიული ავტონომია და გახდეს რეალურად იმ მასშტაბის გლობალური მოთამაშე, რომელიც წარმოუდგენია თავად ევროპულ კავშირს, მის წევრი ქვეყნების ლიდერებს და ფიქრობენ მსოფლიოში, რომ არის ამისთვის შესაბამისი დრო და მომენტი. დიახ, მოგესალმებით და მართლა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ევროპის კავშირის მომავალზე, მის განვითარებაზე, მის თვითდამკვიდრებაზეა დამოკიდებული დემოკრატიის ბედი, ესე მგონია მსოფლიოში. თუ აქამდე შეერთებული შტატები დიდი ხნის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში ითვლებოდა ფლაგმანად დემოკრატიის განვითარებაში და პრაქტიკულად მფარველობდა დემოკრატიულ სამყაროს და ხელს უწყობდა საერთაშორისო ასპარეზზე დემოკრატიზაციას, ახლანდელი ხელისუფლება აცხადებს სხვა კურსს, იზოლაციონისტურ კურსს, ის მანდამაინც არ განარჩევს ერთმანეთისგან დემოკრატიულ და არადემოკრატიულ რეჟიმებს, ერთნაირად აპირებს თანამშრომლობას ყველასთან, უпростоოდ ერთნაირად დაბეგვრას ყველასი და ერთნაირად ესე ვთქვათ, ერთნაირ მოპყრობის განვითარებას მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი რაღაც უსაფრთხოების ან პოლიტიკური პარტნიორები და პრაქტიკულად იკარგება ის ერთიანობის მთავარი ესე ვთქვათ კრიტერიუმი, რაც არის ერთიანი ღირებულებები. აი ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირმა თითქოს უნდა აიღოს ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს და ესე ვიმედოვნებთ, უნდა აიღოს თავის თავზე უკვე აი ამ წამყვანი ფლაგმანის როლი, რომელმაც დაუღალავთ უნდა იმშრომოს იმისთვის, რომ სოფლიოში დემოკრატიული განვითარება და დემოკრატიის გავრცელება არ შეფერხდეს. და მსოფლიო არ დაუბრუნდეს მე-19-მე-18 საუკუნეების პარადიგმას, როდესაც უბრალოდ ძალა განსაზღვრავდა ყველაფერს და ქვეყნები, ესე ვთქვათ, მიმართავდნენ ყველა სახის, ესე ვთქვათ, მოქმედებას საკუთარი მიზნების მისაღწევად ყოველგვარი შემზღუდველი რაღაც მორალური ან ნორმატიული, ესე ვთქვათ, შეზღუდვების გარეშე. რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის მარტივი ამოცანა არ არის, იმიტომ დიდი ხნის განმავლობაში ესე იყო გაყოფილი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის გარკვეული არსებობდა დანაწილება, ვთქვათ, აი ესეთი შრომის დანაწილების მაგვარი რაღაც, ესე ვთქვათ, ამერიკა იღებდა თავის თავზე ძირითადად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული, რადგანაც ამერიკა თვლიდა, რომ მისთვის, მისი ტიპის ესე ვთქვათ, ეკონომიკისთვის და მისი საერთაშორისო პოზიციონირებისთვის იყო აუცილებელი, რომ მას ქონოდა ესეთი მისია ევროპაში, პირველ რიგში უნდა ევროპა დაეცვა ყოველგვარი გარეშე მტრისაგან
და დაეცვა დემოკრატია, რა თქმა უნდა, ევროპაში დემოკრატიული განვითარება, მისი სტაბილურობა და ასე შემდეგ. ამიტომ ევროპა ნაკლებთან ხებს ხარჯავდა, რა თქმა უნდა, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, არ ქონდა ავტონომიური უსაფრთხოების საკმარისი შესაძლებლობები. ხა ევროპას ევროკავშირს კონკრეტულად სამხედრო შესაძლებლობები საკმაოდ დიდი აქვს. ну დაახლოებით 300 მილიარდამდე ხარჯავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 350 მილიარდსაც ხარჯავენ წელიწადში აი ამ სამხედრო პროექტებზე სამხედრო ბიუჯეტი მათი, მაგრამ შეერთებულ შტატებთან შედარებით ეს არის მინიმუმ 2-ჯერ, ან შეიძლება თითქმის 3-ჯერაც ნაკლები. ამიტომ ესე იგი გარკვეული კომპონენტები მათი შეარაღების, მაგალითად თავდაცვის კომპონენტები, თუ გნებავთ საექსპედიციო შესაძლებლობები, ევროკავშირს არ გააჩნია ისეთი, როგორც შეერთებულ შტატებს. მას არ შეუძლია სწრაფად, მაგალითად იმოქმედოს, სწრაფად გადასხას თავისი საჯარისო ფორმირებები ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო არის, თქვათ, ევროპის ინტერესების დაცვა, ან თუ გნებავთ დემოკრატიის ინტერესების დაცვა ზოგადად. ამის შესაძლებლობები აქვს შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, და ასევე რაც შეეხება დაზვერვის საშუალებებს, ევროპას გააჩნია, რა თქმა უნდა, თავის სატელიტური დაზვერვის შესაძლებლობები, მაგრამ არა საკმარისი ყოველ შემთხვევაში იმ დონის, რა დონესაც იყენებს ახლა შეერთებული შტატები უკრაინისთვის მხარდასაჭერად, ევროპას საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფათაც კი არა აქვს ეს დონე და მას სჭირდება დაახლოებით 2 წელიწადი ახლა რომ განავითაროს აი ეს ავტონომიური საშუალებები, ასევე სატელიტური დაზვერვის, რომელიც თავდაცვისთვის არის უდიდესი მნიშვნელობის. ну კოორდინაცია საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ ნატოს წევრი ქვეყნები არიან უმეტესობა ევროპის ქვეყნები, მაგრამ არ აქვს ავტონომიური კოორდინაციის სისტემები ისეთი, როგორიც თქვათ პოლიტიკური შეიძლება აქვთ სხვადასხვა სტრუქტურები, მაგალითად იგივე ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურში არის სპეციალური ბლოკი, რომელშიც ყველანაირი სტრუქტურები და გამეორებულია პრაქტიკულად ნატოს სტრუქტურების, თქვათ, რაღაც ნატოს სტრუქტურები და გააჩნია თავიანთი, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სახის ქვედანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ თავდაცვის ერთიანობის რაღაც უზრუნველყოფას ევროკავშირის ტერიტორიაზე და ასევე მათ თავსებადობას უზრუნველყოფენ, ასევე მაგალითად შესყიდვების კოორდინაციას. ანუ პრაქტიკულად არის ელემენტები საკმაოდ ძლიერი იმისთვის, მაგრამ არ არის იმისთვის, რომ უზრუნველყონ ერთიანი თავდაცვა, ვთქვათ, რომელიც ჯერჯერობით ევროპას არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ მათ გააჩნიათ დიდი გამოცდილება ნატოს შტაბებში თანამშრომლობის და ასევე შეთანხმებით იყენებენ ნატოს სამხედრო შტაბებს, რომლებიც არის ათეულზე მეტი განლაგებული ევროპის ტერიტორიებზე, ეს არის პორტებშიც და სხვადასხვა სახმელეთო, ესე ვთქვათ, შტაბები. მე მგონია, რომ ევროკავშირის შიგნით მიმდინარე ეს დისკუსიები, რომლებიც კარგი ხანია მიმდინარეობს და ინიციატორი ბოლო ხანებში თუ ადრე იყვნენ, მაგალითად ანგლო-ფრანგული, ესე ვთქვათ, ინიციატივა არსებობდა, ფრანგულ-გერმანული ინიციატივაც არსებობდა ერთიანი არმიის შექმნის, თქვათ, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თქვათ, სწრაფი რეაგირების კორპუსი, თქვათ, შეიქმნა ასევე დამტყმელი ბატალიონები, რომლებიც სამწუხაროდ დიდი რაოდენობის არის, მაგრამ 2-3 ქვეყანა ერთად ქმნიდა ამ ბატალიონებს, რომლებიც უნდა გამოეყენებიათ თავდაცვის მიზნით, როცა ერთიანი თავდაცვის, ესე ვთქვათ, აუცილებლობა დადგებოდა. შეთანხმება, რომელიც არსებობს, თქვათ, ევროკავშირის, რომელიც მათ გამოიყენება, ვთქვათ, მათ მიმართ აგრესიის შემთხვევაში, ეს არის შესაბამისი მუხლები ლისაბონის შეთანხმების, ანუ ევროკავშირის შესახებ შეთანხმების ბოლო რედაქციის, ისინი უზრუნველყოფენ მხოლოდ სოლიდარობის, ეს ვთქვათ, პრინციპის რეალიზაციას, ანუ სოლიდარობის გამოჩენა არის სავალდებულო, ვთქვათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის, სხვა ქვეყნის მიმართ, მაგრამ არ არის სავალდებულო ომში ჩართვა და ომის გამოცხადება აგრესორისთვის თუ ერთ ქვეყანაზე მიიტანის იერში. ანუ ნატოს მეხუთე მუხლი აქ არ არსებობს. ესეთი მუხლი არსებობდა შეიძლება 1948 წელს, როდესაც დაიდო ბრიუსელის შეთანხმება და ევროკავშირის მასშტაბებმა 5
ქვეყანამ პირველებმა დაიწყეს ესე ვთქვათ, აიღეს ვალდებულება, რომ ერთმანეთს დაიცავდნენ, ესეთი იმის შემთხვევაში, აგრესიის შემთხვევაში, მაგრამ შემდგომში ეს ამ შეთანხმებამ განიცადა ამ ორგანიზაციამ დასავლეთ ევროპის კავშირმა განიცადა საკმაოდ დეგრადაცია, რადგან ნატომ მთლიანად ჩაანაცვლა ის და საბოლოო ჯამში ინტეგრირებულია ახლა ევროკავშირის შეთანხმებაში, ოღონდ არ არის ქმედითი. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ შეთანხმებაში წერია ესეთი მუხლში 52 მუხლია თუ არ ვცდები, წერია, რომ ევროკავშირი უნდა ნელ-ნელა გადაიქცეს თავდაცვის კავშირით. ანუ თავდაცვის კავშირი ის არ არის ჯერ, მაგრამ უნდა გადაიქცეს მათ. რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ევროკავშირმა ნელ-ნელა განავითაროს ავტონომიური ერთიანი თავდაცვის შესაძლებლობები არსებობს. და დავამთავრებ იმითი ვიტყვი, რომ ეხლა ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, იგივე მაგალითად ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დაახლოებით 800 მილიარდის მობილიზებას მოახდენენ იმისთვის, რომ განავითარონ თავდაცვის უნარიანობა და მოახდინონ კოორდინაცია და სრული თქვათ რაღაც ურთიერთქმედების შესაძლებლობებიც ასევე განავითარონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებს შორის, გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ავტონომიურად, თვით სიკმარე, თუ შეიძლება ესე ტერმინი იხმარა, ხოთ გახდნენ თვითკმარი. და თავისთავად ცალკეული წევრი ქვეყნების, მაგალითად გერმანიის მომავალი კანცლერი უკვე აცხადებს იმას, რომ ის გაზრდის შეიძლება ტრილიონამდე აიყვანოს, თქვა თავდაცვის ხარჯი, რაც ძალიან დიდია, რა თქმა უნდა ესეთი ქვეყნისთვის როგორც გერმანია. თუმცა არ არის საუბარი 1 წლის ტრილიონის დახარჯვაზე, 1 წლის გამო რამდენიმე წლის პროგრამა, რა თქმა უნდა. და თავისთავად შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს ამერიკის ესეთმა უკვე გაცივებამ ევროპის უსაფრთხოების მიმართ ითამაშა დადებითი როლი იმაში, რომ ევროპამ გამოიღვიძა პოტენციალი არსებობს ევროპის შეიძლება ვთქვათ მთლიანი შიდა პროდუქტი არ არის ბევრად ნაკლები შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტზე შეიძლება ვთქვათ, რომ სადღაც მის 70% შეადგენს, მაგრამ ამას თუ დაემატება კიდე დიდი ბრიტანეთის შესაძლებლობები, ის უახლოვდება უკვე შეერთებული შტატების სიმძლავრეს, ეკონომიკურ სიმძლავრეს. და რა თქმა უნდა, ეს ორი ბლოკი, რომ ერთად ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რომ ერთმანეთთან ესე ვთქვათ, სიახლოვეს ამჟღავნებს ამ საკითხებში და სრული თანხმედრა შეხედულებებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას, რომ თავიდან როცა ევროკავშირი იქნებოდა, არსებობდა ორი პროექტი, ჟან მონეს პროექტი და პროექტი შეიძლება არც დავარქვათ, მაგრამ იდეა, რომელიც ეკუთვნოდა ვინსტონ ჩერჩილი ზუსტად ამბობდა, რომ დიდი ბრიტანეთი და დანარჩენი ევროპა უნდა იყვნენ გაერთიანებული უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. და ეს არ მოხდა თავის დროს და ეხლა პრაქტიკულად ჩერჩილის პროექტი ვითარდება პრაქტიკულად. რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ეს პროცესები მათთვის, ვინც უკვე ევროპული კავშირის წევრები არიან, თუმცა ჩვენ საქართველოდანაც დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, ისევე როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნები. კანდიდატი ქვეყნების ინტერესი არის ცხადია, დარჩება თუ არა ერთგული ევროპული კავშირი იმ გადაწყვეტილების, რომ სავარაუდოდ 2030 წლისთვის უნდა მოხდეს დიდი გაფართოება, ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა არიან ამ გზაზე და შეჩერდა ჩამოცილდა ამ გზას ამ ეტაპზე საქართველო. როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ შემთხვევაში განვითარება საქართველოს და ევროპული კავშირის ურთიერთობების ევროპული კავშირის დამოკიდებულება როგორი შეიძლება იყოს ჩვენ ხედავთ რომ ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ წყვეტს კავშირებს და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ასევე ვხედავთ კანონმდებლობებში ისეთ ცვლილებებს და ისეთ ახალ კანონებს რომელიც გზას გვიხერგავს ევროპულ კავშირში გაწევრიანებისკენ რა
გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული აქვს მართლ რეჟიმს და რა შანსებს უტოვებს საქართველოს, რომ 2028-ისთვის საქართველო იყოს ევროპულ კავშირთან დაახლოებული, როგორც ამბობენ. დიახ, პირველ რიგში თქვათ, არის თუ არა ევროკავშირი მზად რომ 2030 წელს მოხდეს დიდი გაფართოება და მას შეუერთდეს ეს თუ ყველა ის კანდიდატი სახელმწიფო რომელიც დღეს არის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, თურქეთის კანდიდატია და საქართველო თუ არა, ყოველ შემთხვევაში უმეტესობა ამ ქვეყნებისა რომ გაწევრიანდეს ევროპის კავშირში. ევროკავშირი ამისთვის მზად არის პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, გაცხადებულია და ევროკავშირში გააცნობიერეს გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რასაც არ აქცევდნენ ადრე ყურადღებას. უფრო აქცენტი კეთდებოდა ნორმატიულ გაფართოებაზე, ანუ ეს რომ ეს ქვეყნები უნდა მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ევროკავშირს თავისი კანონმდებლობით, თავისი დემოკრატიულობის ხარისხით, თავისი თქვათ მისწრაფებებით, მენტალური განვითარებით მოსახლეობის და ასე შემდეგ და მხოლოდ ეს იყო თითქოს გაფართოების ძირითადი კრიტერიუმი, ხო? ნუ რა თქმა უნდა, აქ ეხება ასევე სისტემების თქვათ განვითარებას, რომელიც თქვათ ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემების განვითარებას მიახლოებას ევროკავშირთან. მაგრამ გეოპოლიტიკას პრაქტიკულად არ ექცეოდა ყურადღება. ეხლა ამ ეტაპზე უკვე გამოჩნდა, რომ გეოპოლიტიკური თქვათ რაღაც მიზნების და სტრატეგიის გარეშე შეუძლებელია უკვე დიდი პროექტების რეალიზაცია, განსაკუთრებით გაფართოების. გაფართოება დღეს გახდა არაუბრალოდ რაღაც ტექნიკური პროცესი, არამედ გაფართოება არის უკვე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რაღაც ღონისძიება, რომელმაც უნდა თავისი პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს ეს ბაზისი, ანუ ის ქვეყნები, რომელიც შემოერთება გინდა, ჯერ უნდა უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. უნდა შემოიერთოს საკუთარი უსაფრთხოების, თქვათ, რაღაც არეალში. და აი აქ მე მგონია ევროკავშირი ამისთვის მზად არის, გააზრებული აქვს და როგორც მოგახსენეთ, უსაფრთხოების რესურსებს ზრდის და ის იქნება შემძლე რომ დაიცვას ის ქვეყნები, რომლებიც გაფართოების არეალში არიან მოხვედრილი. თავარი აქ არის ის არიან თუ არა თვითონ ეს ქვეყნები მზად, ანუ სამწუხაროდ ბევრი ქვეყანა აქ არ არის მარტო საქართველოს საუბარი, თუმცა საქართველოს ყველაზე ცუდი кейსია ამ შემთხვევაში. საქართველოს პრაქტიკულად ძალიან ღიად განაცხადა, რომ ის არ შეასრულებს არავითარ ისეთ დავალებას ევროკავშირიდან, რომელიც მას არ მოწონს, ეს საქართველოს არ გამოცხადება მისმა მთავრობამ თავისთავად და პრაქტიკულად ეს ნიშნავს დაბლოკვას, იმიტომ რომ გაფართოებას ამ შემთხვევაში არ აქვს რაღაც ის ესეთი მოქნილობა, რომ ქვეყანას როგორც უნდა ისეთ პოლიტიკას გაატარებს და მაინც რაღაც მოიძებნება გზა, რომ გაფართო მიუხედავად ამ გეოპოლიტიკური რაღაც რეალობებისა, რომელიც დიდ სტიმულს აძლევს და დიდ თქვათ ხელს უწყობს გაფართოების პროცესს, მიუხედავად ამისა, ევროკავშირი როგორც ნორმატიული აქტორი და როგორც ღირებულებების დაცვა, როგორც სავალდებულო მოცემულობა, რომელიც ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმების მეორე მუხლში არის ესე ჩადებული როგორც თავარი პირობა, ამის გარეშე გაფართოება წარმოუდგენელია. სამწუხაროდ ზოგიერთ ქვეყნებში, აი რომლებიც გაფართოების პროცესში არიან, თქვათ იგივე თურქეთი, გარდა საქართველოსი, ან თურქებად სერბეთი, ახლა შეიძლება ითქვას კიდე რამდენიმე სხვა ქვეყნის მაგალითიც, მაგრამ ძირითადად ეს სამი ქვეყანა, საქართველო, თურქეთი და სერბეთი არიან, რომლებიც ყველაზე უფრო ეწინააღმდეგებიან ამ მომენტში ევროკავშირის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს, კარგ მმართველობას, ეხება კანონის უზენაესობას, მოკლედ დემოკრატიულ ღირებულებებზე არის საუბარი. და აი ამ შემთხვევაში მე ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რომ ან საქართველო, ან ეს რომელიმე ქვეყანა, რომელიც მე დავასახელე, მზად იქნება 2030 წლისთვის იმისთვის, რომ დაიწყოს კი არა, რომ დაასრულოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. რაც შეეხება საქართველოს 2028 წლისთვის ესეთი მზადყოფნა თითქოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა, ეს არის აბსოლუტურად ილუზია, ძალიან დიდი ილუზია, მას შემდეგ, რასაც ჩვენ ხედავთ, ეხა
ეს ვთქვათ ის პირობები, 9 პირობა, რომელიც დაუსვა ევროკავშირმა იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ განეხილათ, ვთქვათ, მოლაპარაკებების დაწყება, ამ 9 პირობას უკვე დაემატება, ამ 28 წლამდე დაემატება ალბათ მინიმუმ 2 მაგდენი. ასე რომ რომელიც იქნება შეუსრულებელი და რომელიც აბსოლუტურად არ მისცემს არავითარ საშუალებას საქართველოს და არც ევროკავშირს რომ დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. თუმცა წარმოუდგენელი იქნება ქვეყანა, რომელიც იღებს ისეთ კანონებს, რომელიც ბოლო ხანებში იქნა მიღებული, განსაკუთრებით თავი რო დავანებოთ, თქვათ იმ რუსულ კანონს ეგრეთ წოდებულ და ეხლა ახალი ფარა და კიდე გრანტების შესწრების მარტო რაც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება, მაგრამ კანონები, რომელიც არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციას და რომელიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს კონვენციებს, დამფუძნებელ კონვენციებს, აქ უკვე ლაპარაკი აბსოლუტურად ზედმეტია, რომ შეიძლება ეგეთ ქვეყანასთან გაიხსნას რაიმე სახის მოლაპარაკებები. ამას დავუმატოთ კიდე ასოცირების შეთანხმების მხრივ აღებული ვალდებულებები, რომლებიც ასევე ირღვევა ყველა ამ ესე ვთქვათ მოქმედებებით და შესაბამისად ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაში ჩვენ გვიჩნდება უფრო დიდი პრობლემები კიდე ვიდრე ვთქვათ გქონდა შეიძლება ასოცირების ხელმოწერის მომენტამდე მოსამზადებელ პერიოდში პრობლემები ჰქონდა, იმაზე მეტი პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ახლა. ამიტომ მე ძალიან სკეპტიკურად ვარ ამის მიმართ განწყობილი. აქ არის ერთადერთი გამოსავალი, რა თქმა უნდა, თუ გნებავთ შემდეგ კითხვაში გავშალოთ ეს. ასე რომ სამწუხაროდ ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ გაყინულია დახმარება ევროპული კავშირიდან, შეჩერებულია მაღალი დონის ურთიერთობები, რა ზომები შეიძლება მიიღოს კიდევ ევროპულმა კავშირმა საქართველოსთან მიმართებით და რა შესაძლებლობაზე საუბრობთ ძალიან მოკლედ დროში უნდა შევეცადოთ. კი ბატონო, მე ვიტყოდი იმას, რომ პოზიტიური ესე ვთქვათ ინსტრუმენტები ევროკავშირის თითქმის აღარ რჩება, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობით, კანდიდატის სტატუსი, რომელიც შემდგომ განიხილავდა უკვე გაზრდას, რა თქმა უნდა, დახმარების და სხვადასხვა ევროკავშირის სხვადასხვა სააგენტოებში მეტი გაწევრიანება, მეტი მონაწილეობა და ეს ვთქვათ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მეტი ინვესტიციები ევროკავშირიდან, ევროკავშირის ვთქვათ იგივე საინვესტიციო ფონდი, საინვესტიციო ბანკი და ასე შემდეგ. ნუ ძალიან დიდი მონაწილეობაზე იყო საუბარი და ძალიან დიდ ესვე შესაძლებლობებზე. ეს ყველა პოზიტიური შესაძლებლობა დღეს არის გაჩერებული და ევროკავშირს რჩება მხოლოდ ნეგატიური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს უკუსვლა. იმიტომ რომ ეხლა ის მომენტია, როდესაც საქართველოს იხევს უკან ყოველდღიურად. ამიტომ უნდა შეჩერდეს ეს და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესი. ჯერჯერობით სხვა ვერაფერი სხვა რამის მოფიქრება პრაქტიკულად შეუძლებელია გარდა იმ სანქციების და სხვადასხვა სახის ვთქვათ არსებული ვთქვათ სიკეთეების შესაჩერებლად და ეს არის პირველ რიგში უვიზო მიმოსვლა, რომელიც შედარებით მარტივია მისი გაუქმება. სამწუხარო რა თქმა უნდა ამბავი არის ეს ძალიან უვიზო მიმოსვლის გაუქმება, მაგრამ თუ ამას ევროკავშირი არ მოახდენს, მაშინ ხელისუფლება ყოველთვის დაიწერს ამაზე თავისთვის რაღაც ქულებს, რაღაც კაპიტალს, ესე პოლიტიკურ კაპიტალს აგროვებს, რომ რა გინდათ, აი ხო ხედავთ, ჩვენ ვითომ ევროკავშირი გვაკრიტიკებს, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ეს უვიზო მიმოსვლა და არავინ არ გვართმევს. კანდიდატის სტატუსი, თავად კანდიდატის სტატუსი მინიჭება იყო პრაქტიკულად ავანსად გაცემული აქტი ევროკავშირის მხრიდან, იმას მოყვა ის პირობები, რომელიც ჩვენ უნდა შეგვესრულებია, ეს პირობები არ შესრულდა, პირიქით დაემატა მას ახალი პრობლემები და ახალი აბსოლუტურად მიუღებელი განვითარება საკანონმდებლო ინსტიტუციურ სისტემაში, ანუ ამის საფუძველზე ევროკავშირს შეუძლია აბსოლუტურად იგივე ძალიან მარტივი მექანიზმით არ ჭირდება არც უნგრეთის და არც სლოვაკეთის მხარდაჭერა და არც რამდენიმე კიდე სხვა ქვეყნის მხარდაჭერა, საკმარისია 15 ქვეყანა, შესაძლოა 14-იც, იმიტომ რომ უბრალო უმრავლესობა წერია ერთ-ერთი მასში 2020 წლის კომუნიკაციაში ამის მისაღებად, რომ უკუსვლა მოხდეს და საქართველოს მოეხსნას კანდიდატის სტატუსი. ეს არის კიდევ უფრო დიდი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა, რა თქმა უნდა. მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქართული ოცნების აი ამ კურსმა დაკარგოს მხარდაჭერა.
რომ შეცდომაში შეყვანილი მოსახლეობა თითქოს ამ კურსს მიყავს ევროკავშირში ქვეყანა, რომ გამოჩნდეს აშკარად, რომ ამ კურსს მიყავს ევროკავშირიდან საპირისპირო მხარეს. აი ესეთი ნეგატიური ინსტრუმენტები შეიძლება იქნას გამოყენებული. დანარჩენი ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ დახმარებები გაჩერებულია და ყოველგვარი თქვა ფინანსური ვთქვათ ინსენტივები პრაქტიკულად აღარ არსებობს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს წინსვლას. დიდი მადლობა. კახა, იმედი ვიქონიოთ, რომ აქამდე საქმე არ მივა და ესეთი ცვლილებები მოხდება, რომელიც დააჩქარებს და აღადგენს ჩვენს ურთიერთობას და ინტეგრაციის პროცესს, რომელიც არის ისტორიული მიზანი საქართველოს საზოგადოების. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.